ფოთის დრამატულმა თეატრმა სეზონის ბოლოს მაყურებელს პრემიერა შესთავაზა. ჟან კოქტოს ადამიანის ხმა თათა პოპიაშვილმა დადგა. როგორც რეჟისორი ამბობს, ამ პიესაზე დიდი ხანი ფიქრობდა, მაგრამ ხელს ვერ კიდებდა ტექსტის სირთულიდან გამომდინარე. ერთი წლის წინ გაჩნდა ხელახლა იდეა და ალბათ უფრო ინსპირაცია ჩემთვის იყო ქალბატონი ნიარა. რადგან დავიწყე ესაა მასალაზე ფიქრი და ტექსტზე ფიქრი. ზუსტად ერთი წლის წინ დავიწყეთ ხელახლა ფიქრი, კონცეფციის დამუშავება და შემდეგ უკვე შევხვდი უშუალოდ მსახიობებს და ტექსტი გადავაკეთეთ, მოვირგეთ უფრო, დავამუშავეთ კონცეფცია. ალო! არა, ქალბატონო, ერთ ხაზზე ბევრი ვართ ჩართული გათიშეთ. არა, ეს ბინა, ქალბატონო. თვითონ გათიშეთ. 08 და არა 07. ეს უკვე სასაცილოა, ჩემთან რეკავენ. არ ვარ ექიმი შვიდტი. კი, მაგრამ მე რა გიშველოთ, ქალბატონო? ასე უხეშად რატომ ელაპარაკებ? უკაცრავად? ალო! როგორ თუ ჩემი ბრავია? ქალბატონო! არაფერი. ქალბატონო, მე მირეკავენ. სპექტაკლის კონცეფცია სრულიად განსხვავებულია. სცენაზე ორი ქალი დგას. ერთი ახალგაზრდაა და იმპულსური. მეორე უკვე ასაკშია შესული, ცხოვრებისეული გამოცდილებით და ცივი გონებით. ორივე პერსონაჟს ერთნაირი ტანსაცმელი აცვია, ერთნაირი ვარცხნილობა აქვთ. სპექტაკლის კონცეფცია ერთი ქალის ორშინაგან მდგომარეობაზე აგებული, ერთი უფრო იმპულსური, თვითდესტრუქციული, რომელიც მოქმედებს აქ და ახლა, აფასებს მოვლენას, ხშირად იღებს ალბათ არასწორ გადაწყვეტილებას, უფრო ემოციურს და მეორე მხარე, რომელიც არის უფრო რაციონალური, გადააზრებული ადამიანის შეხედულება, ალბათ დაკვირვება, რომელსაც ყველაფერი გაიარა და რეზულტატი იცის. ამიტომ არის ხო სხვადასხვა რაკურსით, როცა ჩანს ის კონკრეტული მოვლენა, რაც ჩვენ ცხოვრებაში ხდება და უფრო ამის ჩვენება გვინდოდა როგორ ხდება მაშინ, როდესაც ეპიცენტრში ხარ და მძაფრია ის, რაც შენს თავს ხდება და დროსთან ერთად როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გადააფასო და სხვანაირად შეხედო. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბოლომდე ვერასდროს ვერ მოიშორებ ამ ტრამვას, სხვანაირად შეგიძლია ამ პრობლემას შეხედო და გათავისუფლდე იმ ტკივილისგან, სიმძაფრისგან, რაც მაშინ გაქვს, როცა ეს ყველაფერი ხდება ამ დროს კონკრეტულ მომენტში. შესაბამისად, ჩვენი კონცეფცია, ანუ ქალბატონი ნიარას პერსონაჟი არის უფრო რეზულტატი და შედეგი, უფრო გადააზრებული ვერსია, რომელიც ცდილობს, რომ თავისი თავი გაამთლიანოს, ასე ვთქვათ, და აპოლინოს გზა საკუთარ თავს რომ გამოვიდეს ჩაკეტილი წრიდან და დაანგრიოს ასკეთილები. 3 4 5 6 7 8 9 1 2 ალო ზურბასო არა ნუ მებოდიშები დრო გავიდა, ბევრი დრო, როგორც ხედავთ, ბევრი წელი გავიდა ეს, მაინც რჩება მეხსიერებაში და ხო აწუხებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიყვარული ჰქონდა ამ ქალს. და მე მაინც დასძლია თავს და გავიდა აქედან. მაგრამ მაინც იგივე კაბა გაცვია და იგივე ვარცხნილობა გაქვს. რა ყველაფერი პირობითია.
მაინც ის ჩემი ახალგაზრდობა და მე უკვე როცა უკვე ხანში ვარ, უკვე ხო გამომყვა მთელი ეს უბედურება, მთელი ეს გასულ ჩემთან იყო. ბოლოს გავძლია, გავერთიანდით ჩვენ და გავდივართ აი ამ ვაკუუმიდან გავედით. არც მარტასთან მისადგია, არც ვარდისფერი კაბანეცვა. უბრალოდ ღამის პერანგზე მანტო მოვისხი. დავაპირა ტაქსი ამეყვანა შენ სახლთან მოსულიყავი. შენს ფანჯრებთან დამდგარიყავი. დავდგებოდი, მაგრამ რისთვის თვითონაც არ ვიცი. ვიფიქრე ალბათ შევიშალე. თავარი ხო არის მაინც სიყვარული ეს იქნება მამაკაცის მიმართ, ბავშვის მიმართ ან ძაღლის მიმართ, აი თვითონ სიყვარული. ეს ყველაზე დიდი ძალა. და აქ ნაჩვენებია ქალის სიყვარული, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე გაყვა. ბევრს ვუძლებთ ჩვენ ქალები. გუშინწი საწოლში ტელეფონთან ერთად ჩავწექი. ხო ტელეფონის საწოლში ჩავაწვიდე, რადგან ეს ერთადერთია რაც გვაერთებს ჩემო სიყვარულო. თადა ჩემ პირდი ერთხელაც დაგირეკავა, უამრავი სიზმარი ვნახე. ხო მე სიზმრა თითქოს ტელეფონის ზარი ბეხივით დამეცა და წამაქცია. მე სიზმრა რომ მახჩობდნენ, მე უცებ ზღვის ფსკერზე აღმოჩნდი ეს ფსკერი იქ შენთან, შენს ბინაში იყო, მე სკაფანდრი მეცვა და როცა ჯერ შემომთავაზეს ამ მასალზე მუშაობა, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მეც სხვადასხვა ვერსია მქონდა აქამდე ნანახი და მით უმეტეს მე ორი ადამიანი, ორი მსახიობი რომ უნდა ყოფილიყავით და კონცეფციიდან გამომდინარე კიდევ უფრო მაინტერესებდა როგორ გამოგვივიდოდა რა, იმიტომ რომ ის რომ ორი ადამიანით მოყვე ის სათქმელი რაც პიესაშია კიდე უფრო რთულია და ბევრად უფრო საინტერესო ჩემი აზრით და მაგიტომ მაინტერესებდა ეს ორი რაკურსით დანახული როგორ გამოჩნდებოდა და როგორ მიიღებდა ამას მაყურებელი. ჟოზეფ, თქვენ ხართ? მე ვარ, ხო, ახალგან ველაპარაკებოდი და გაგვთი შესახებ. სახლში არ არის? ჟოზეფ, ახალგან ვლაპარაკობდით და არც ყოფილა? და დღეს არ დაბრუნდება? ეს ადამიანი რაღაც ჩაკეტილია თავის თავში, თავის ხმაში და ამ ქალისთვის უკვე ეს ყველაფერი გადაფასებულია მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის მისთვის ყველაფერი ბოლომდე დასრულებული, მიუხედავად ამისა, იგი ამ ყველაფერს იხსენებს ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ყველაზე რთული იყო მისთვის ეს განშორების პროცესი. ამიტომ სხვადასხვა დამოკიდებულება რაკურსიდან გამომდინარე, ჩემთვის რაც დღეს ხდება და ახლა ხდება და ცოცხალია, მისთვის უკვე ეს თავისთავადია და მისთვის ხმა სხვა რაღაც არის და ჩემთვის პირდაპირია უფრო. სიყვარული და სიძულვილი ყველას ესმის, აი ამ დაშორებას ვერავის გააგებინებ. ძვირფასო უმჯობესია მომბაძო და ყურადღებაც არავის რეაქციო. ჩემო საყვარელ. არა, ნუღელა, ორჯერ თავს არავინ იკლავს. შეიძლება. როცა სიგიჟის ზღვარზე მისულ ქალს ფეხქვეშ ბოლო საყრდენიც ეცლება, როცა სიცოცხლეს და სიკვდილს შორის შინაგანი ბრძოლა იწყება, ამერიკელი პოეტის სილვია პლათის ხმა ისმის. იგი საკუთარ ლექსს ტიტებს კითხულობს. ჩანაწერი პოეტის თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრეა გაკეთებული. The tulips are too excitable. It is winter here. Look how white everything is. How quiet, how snowed in. I am learning peacefulness, lying by myself quietly. As the light lies on these white walls, this bed, these hands. I am nobody. I have nothing to do with explosions. I have given my name and my day clothes up to the nurse. ლექსის ფაბულა სამუდამოდ გაქრობა, გაუჩინარება.
სიმშვიდეში წასვლა და პასუხისმგებლობებისგან გათავისუფლება, ან გადარჩენა და დაბრუნება მტკივნეულ, მძაფრ რეალობაში. როდესაც რთულ მდგომარეობაში ადამიანი და ფიქრობს იმას, რომ უკიდურესი რამ შეიძლება გააკეთოს, გადაფასების შემდეგ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სხვანაირად გეჩვენება და ეს კონფლიქტი ორ მეს შორის გამოიხატება იმით, რომ იგი უკვე გადაფასებული, როცა ხელს უშლის იმაში, რომ მისთვის რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოს ამ თავისმა წარსულმა. აი თითქოს სხვა პერსპექტივიდან რო ვთქვა რა, რომ აი შენს წარსულს როცა უბიძგებ იმისთვის, რომ ამ ყველაფრისგან გათავისუფლდეს. გზა მოუჭრა, თუნდაც თვითმკვლელობის გზა რომ მოუჭრა და შეახედო იმისკენ, რომ ცხოვრება უნდა გააგრძელოს. არ შეიძლება, რომ როდესაც რთული სიტუაცია ცხოვრებაში ამ ყველაფერს შეეწირო და ამის გადააზრება ასაკთან ერთად ხდება. რაღაც პერიოდი უნდა გავიდეს, ხო, რომ ამ აზრამდე მიხვიდე, როდესაც რთულ მდგომარეობაში ხარ და ჩემთვის უფრო ეს არის, რომ მე როდესაც ვცდილობ, რომ ჩემი თავი დავაზიანო, არის რაღაც ფაქტორი ისევ ჩემი თავიდან გამომდინარე, რადგან ერთი ადამიანის ისტორია ორი ადამიანის მხრიდან ის უშლის ხელს იმაში, რომ რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოს, იმიტომ რომ სხვანაირად აფასებ წლებთან ერთად შენს მდგომარეობას და ეს ერთგვარი კონფლიქტია საკუთარ თავში. არა, არ გათიშო. კარგად. მაგრამ რომ არ დაგერეკა მოუკვდებოდი შემოსაყვარელო, იქნებ გამოსავალი მოვძებდოთ ძვირფასო. ვიცი რომ აუტანელ სცენას გიმართავ და შენც მოთმინებით მისმენ, მაგრამ გაიგე რომ ვიტანჯებით შემოსაყვარელო. ძალიან ბევრს საუბრობდით ამ გამოცდილებებზე და იმდანად ბევრი რამ გავიგეთ, თუნდაც ერთმანეთის შესახებ რაღაცნაირად მოხდა ამ ყველაფრის გაერთიანება. თან ერთია რომ უზიარებ შენს გამოცდილებას, რაც კიდევ უფრო გაახლოვებს და ეს ყველაფერი რომ ჩვენი საქმის ნაწილად აქციო და გამოცდილებად უკვე სპექტაკლს გულისხმობ გამოცდილებად აქციო. ეს იყო ზუსტად საინტერესო, რომ მისგან მოდიოდა ეს დიდი ღიაობა ამ ყველაფრის და ჩემთვის აი ეგ იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იმდენად გავეხსენით ერთმანეთს, რაც უკვე ნდობაში გადაიზარდა. ჩვენ სხვადასხვანაირი აზრები კი ქონდა. ეს მისაღებია, სხვადასხვა აზრები აუცილებლად მისაღები. მე ცოტა სხვანაირად შევხედე. მე მაგალითად ეს ჩემთვის, თორემ მე არც დავა ქონდა, არც არაფერი. მე მიყვებოდი როგორც დგამდა რეჟისორი. მე მაინც უამისო წავიდოდი. დავტოვებდი ამ ყველაფერს აქ, რომ დავანგრიე, მივანგრიეს ყველაფერი და ცუდი გახსენება ეს ჩემი წარ. მე იმასაც დავტოვებდი აქ და წავიდოდი მარტო. მე ასე მგონია, მაგრამ გავყევით აი ამ ხაზს. ხელთათმანები. რომელი ხელთათმანები? მანგანის ტარებისას იწვამდა. არ ვიცი. არ დამინახავს, არ. შეიძლება. ახლავე მოვძებნი, დამელოდე. არ გათიშო. რაც შეეხება დეკორაციას და მუსიკას და ასევე ქორეოგრაფიას, აქაც ყველაფერი ეხმიანება ერთ ამ მთავარ კონცეფციას, თითქოს ამ გამოუვალ მდგომარეობას. დეკორაციაც ასე გვაქვს გაკეთებული, ერთი ჩაკეტილი ოთახია, თითქოს დასარკევებული ამ ორი ადამიანისთვის, ზუსტად იდენტური, საიდანაც გასასვლელი არ არის და მუსიკაც ასე გვაქვს გამოყენებული, განმეორებითი მუსიკა გვაქვს, თითქოს და მოძრაობაც თავის სხეულიც ერთსა და იმავე მოძრაობას იმეორებს, რადგან გასასვლელი აქედან არ არის ამ ჩაკეტილი სივრციდან, როცა ადამიანი თვითონ აქცევს თავის თავს ამ
ციხეში თუ ჩარჩოში, საიდანაც თითქოს თავის დაღწევა ძალიან რთული ხდება დროთა განმავლობაში. ქორეოგრაფიულ ნაწილს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ჩემი აზრით ამ სპექტაკლში და საინტერესო ის იყო, რომ აი რა ხერხით იქნებოდა ეს გადმოცემული, იმიტომ რომ ჩვენ თხრობაც სპექტაკლის არ არის ერთგვაროვანი. შესაბამისად, აი ეს ჩანართები, ეს ქორეოგრაფიული ვეძებდით აი ამ ფორმას, როგორ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო ორგანული და თან ჩამჯდარიყო ამ სპექტაკლის მთლიან ფორმაში და კონცეფციაში. თავი და აი სამაგიტო რეპეტიციები როცა გქონდა, იქედან უკვე დავიწყეთ აი ზუსტად აი ამის მცდელობები და ძიება და მერე უკვე შეცვლა და ამ სახით უკვე ჩაჯდა მთლიან სპექტაკლის ფორმაში. შეხო უკანასკნელად დარეკოს დავპირდე. ზირფასო მე კი გული ვისკდებოდა ლაპარაკში ხელი არ შემიშალოს მეტი. შემოსაყვარელო. ასე ვაკეთებდით, რომ ორივე ერთნაირად даже ის თავში რომ აკეთებს, ხო, ანიკო მელოდება ზარს და როგორ იმაში შედის, იმ ეიფორიაში, რომ ქალბატონს ნიარას ვთავაზობდით უფრო ნელ ტემპში გააკეთოს იგივე, როგორც უკვე ასაკობრივი პიროვნება და იხსენებს თავის წარსულს. ასე. არა, შენ მუშაობა მხედავ. მეშინია? არა. ჯერ რომ დავიწყეთ მუშაობა, დეკორაცია არ იყო მზად. გაიგეთ? მიახლოებით ვიცოდი, რა უნდა იყოს, როგორ და რაღაცა ვცდილობდით მოძრაობებს და მე დეკორაცია რომ დაედგა, რა თქმა უნდა, რაღაცა შეიცვალა. აშკარად, გამიგეთ? იმიტომ რომ უკვე ამ დეკორაციის ფონზე ის რაც ალკე ვაკეთებდით, მანამდე დეკორაცია არ ქონდა, უკვე არ ჩაჭდა. ვცდილობ ყველანაირად შეუწყო ხელი. იმიტომ ჩვენი ნაშრომი მაგენში ჩანა, გამიგეთ? ხო და არ ვიცი, ძალიან მიყვარს ჩემი პოცის მსახიობები. ყველანაირად ვცდილობ ხელი შეუწყო მაგენს. და ძალიან მიხარია მაგენის წარმატებები. ამით ვარ ბედნიერი. აღარაფრის მეშინია. მე ძალიან კარგად გრძნობ თავს შემოსაყვარელო. უბრალოდ მარტო ძილს გადავეჩვი. საშინელება სარკეში ჩახედვას ვერიდები. გუში ჩავიხედე და ვიღაც ბებერ დედაკაც შევეხედე. გაძვალ ყავებული დედაბერი იყო, ჭაღარათმი და უამრავი წვრილი ნაოჭი. ო, რაკეტი ხარ, აღარ მაქვს ის მშვენიერი სახე. ანიკოზე უნდა გითხოთ თქვენს პარტნიორს. უნიჭიერესი გოგო. და მასთან მუშაობა რა ადვილია. ძალიან კარგი პარტნიორიც არის. ერთი წამით რომ არ წყდება ის ძაფი, აი თვალებით. ის ზურგით თუ დგას მაყურებელთან და მის თვალებს რომ ვხედავ. და მეც რა თქმა უნდა, აი ზურგით რო უყურებთ ერთმანეთს. თვალებით ვბურღავ მაგას, ასეა საჭირო. ძალიან კარგია ანიკოსთან მუშაობა. ნიარა ჭიჭინაძე არის, რა ვიცი, საოცარი მსახიობი და ადამიანი და მასთან მუშაობა ესეთ მასალაზე თან ისე რომ მე და ის აი სულ ერთად ვართ სცენაზე. ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას ვსწავლობდი მისგან, როგორც ადამიანისგან, როგორც პროფესიონალისგან. ძალიან დავახლოვდით თან ამ პროცესში და აი რაღაცნაირად ერთიანი გავხდით, მე მგონი მართლაც სცენაზე აი იმდენად დობა მაქვს მის მიმართ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ის გამოცდილება, რომელიც მისგან მივიღე. საინტერესო იყო შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მუშაობა, რადგან რაღაცა ისე დაემთხვა, რომ ყველა
შევთანხმდით და მივიღეთ ეს კონცეფცია, ასევე ხატვართან იყო საინტერესო მუშაობა, ასევე ყავდა ვიდეოგრაფი, რომელმაც გადაიღო კადრები სპეციალურად სპექტაკლისთვის და ასევე ქორეოგრაფი არაჩვეულებრივი ქალბატონი ირინა. რაღაცნაირად ისე გამოვიდა, რომ ყველა თითქოს გავერთიანდით და ერთ ენაზე ვსაუბრობდით, იმდენად გავუგეთ პროცესში და იმდენად საინტერესო იყო სათითაოდ ყველასთვის პროცესი. ჩემი სიზმარი არც თუ ისეთი სულელური აღმოჩნდა. ჯერ ყურმილს დაკიდებს, მერე იმ კაბელსაც გადაჭრის, ჩვენ რომ გვერთიანებთ. დამეძინა. ძალიან მაინტერესებდა თათა პოპიაშვილთან მუშაობა. მისი ნამუშევრები ნანახი მაქვს და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის მთელი ეს პროცესი, ის ვერსია, რაც თათამ შემოგვთავაზა და ძალიან ისეთი გუნდი შევიკარით. ჩემთვის საერთოდ განსხვავებული გამოცდილება იყო ის, რაც თათამ შემომთავაზა ამ მასალაზე მუშაობით. მე ვენდობი ახალგაზრდა რეჟისორებს. ასე მგონია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წლის ვარ, მე ვენდობი ახალგაზრდებს, იმიტომ რომ ამათ სხვანაირი ხედვა აქვთ. სხვანაირად ხედავენ ყველაფერს და უნდა ვენდოთ ჩვენ. თორემ ადგილზე გაჩერება საშინელებაა. არ უნდა უყურო უკან. დასაძინებელი წამლის მიღება მინდოდა და ჩემთვის გავიფიქრე. თუ ოდნავ ზედმეტი დოზა მივიღე, ძილს შევიბრუნებ, მაგრამ თუ ყველა ტაბლეტი ერთად გადავყლავე, მაშინ სამუდამოდ დავიძინებ და აღარც გავიღვიძებ მეთქი. არა, არ დამილევია. 12 აბიდავლიე, 12. თბილ წყალში გავსები და დავლიე. სიმსუბუქე მიგრძენი, სიმსუბუქე და სიცივე. გული თითქმის არ ფეთქავს, შენ არა დავწდე. პიესის საფინალო სიტყვები მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ სპექტაკლში არ ისმის. ეგ ხო ისედაც ჩანს. არის რაღაცები, რასაც თქმა არ ჭირდება, ასე მგონია. ეს ქალი გაგიჟებულია და შეყვარებულია. და რაღაც მომენტში უკვე ამას ვეღარ ამბობ. მე მგონია, რომ ვეღარ ამბობს. ხო, ესე მგონია. ჩვენს ვერსიაში, ყოველ შემთხვევაში, როგორც არის, მე მგონია, რომ ვეღარ ამბობს. იმიტომ რომ ამას მთელი ეს პროცესი, ანუ ეს მთელი ამბავი ხო ერთი ზარია. ქრონომეტრაჟი წიგნი არის ერთი დარეკვიდან დასრულებამდე. ეს ყველაფერი ერთი დიდი სიყვარულია და მე მგონია, რომ რაღაც არის მომენტი, როდესაც იმდენს აკეთებ და იმდენს იბრძვი, რომ ეს ყველაფერი არის სიყვარული. რასაც მე უკვე სიტყვით აღარ გადმოსცემ. საერთოდ სიყვარულის თემა ყოველთვის იქნება აქტუალური. ეს ერთადერთია, რომელიც ყოველთვის იქნება აქტუალური, ასე მგონია. სიყვარული. არ აქვს მნიშვნელობა მამაკაცის მიმართული სიყვარული და გვიყვარდეს ერთმანეთიც. I watched my T-set and bureaus of linen think out of sight and wanting it over my head. I am a man now. I have never been so pure. I didn't want any flowers. მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. სპექტაკლის მთავარი სათქმელიც ალბათ ეს არის.
არ ვიცი, დანარჩენი შედეგზე ალბათ ჯობია მაყურებელმა ილაპარაკოს და შეაფასოს რეზულტატი, თუმცა პროცესი, სამუშაო პროცესი ჩემთვის იყო ძალიან უნიკალური და სასიამოვნო, რადგან არაჩვეულებრივ ქალბატონებთან გადავიკვეთ. უკვე გამოცდილი ქალი ეხმარება თავის ახალგაზრდა ორეულს უკონტროლო გრძნობების და ემოციების დაძლევაში. იგი აიძულებს იპოვოს გამოსავალი და გავიდეს ჩაკეტილი სივრციდან, მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონი გაუჩერებლად რეკავს.